მოგესალმებით, როგორც ხედავთ კადრში, ბათუმში საპროტესტო აქციაზე, აქ შეკრებილები დღეს იმ სათამაშოებით მოვიდნენ, რომლის გამოც გუშინ თბილისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქე დააკავეს, უფრო სწორად მოქალაქე მანამდე დააკავეს, გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღო მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება და ის 8 დღიან პატიმრობაში გაუშვა. სასამართლო პროცესზე პოლიციამ მოსამართლეს განუმარტა, რომ ეს მოქალაქე გადაადგილდებოდა სათამაშოთი ხელში, ახმაურებდა ამ სათამაშოს მათთან ახლოს, რაც მათთვის იყო შეურაცხმყოფელი. სწორედ ამ გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად დღეს მოქალაქეები მოვიდნენ ბათუმის საპროტესტო აქციაზე ზუსტად იგივე სათამაშოებით და ახმაურებენ ახლა ამ სათამაშოებს და როგორც ვიცი, ამ სათამაშოებით მივიდნენ მოქალაქეები თბილისშიც საპროტესტო აქციაზე. საპროტესტო აქცია ამ დროისთვის მიმდინარეობს აჭარის მთავრობის სახლთან, როგორც იცით, რამდენიმე ასეული დღის განმავლობაში, უკვე 361 დღეა დღეს, რაც აქ მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქცია. მოქალაქეები იკრიბებოდნენ ძირითადად საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აი აქ არის საკონსტიტუციო სასამართლო აჭარის მთავრობის სახლის მეორე მხარეს და საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრების გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა სარჩელის განხილვაზე, რაც შეეხებოდა მთავარი კონსტიტუციის გარანტირებული უფლების დარღვევას, არჩევნების დროს კენჭისყრის ფარულობის წესის დარღვევას. მას შემდეგ კი რაც ორივე ნატურა, გარე განათების ნატურა გაითიშა საკონსტიტუციო სასამართლოსთან და როგორც ხედავთ, ეს ადგილი, სადაც მოქალაქეები იკრიბებოდნენ, არის ჩაბნელებული. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ისინი გადმოვიდნენ აჭარის მთავრობის სახლთან. როგორც ხედავთ, უწყვეტად ახმაურებენ სწორედ იმ სათამაშოს, რომლის გამოც თბილისში დააკავეს მოქალაქე თბილისის საპროტესტო აქციებზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ირაკლი კობახიძე, სოცნების პრემიერს, სრულ ინფორმაციის უარყოფას თხოვს დავა სასამართლოში მიმდინარეობს, უფრო სწორად დავის განხილვა ხვალ იწყება. ხვალ 24 ნოემბერს 13 საათზე, უფრო სწორად 15 საათზე, დღის 3 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ამ სარჩელით მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძესგან უთხოვენ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას საჯაროდ. საქმე ისაა, რომ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ რეგულარულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს მზია ამაღლობელმა პოლიციელს მიაკრა სტიკერი, თითქოს ის მოქმედებდა დაკვეთით, რომ უცხოელ აგენტებს უნდა დაეკნინებინათ ქართული პოლიცია და ასე შემდეგ. ადვოკატების შეფასებით ეს განცხადებები არის მკაფიოდ ცილისწამებლური ხასიათის და პირდაპირ არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციას, ემსახურება საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას და რაც ყველაზე საგანგაშოა, ახალისებს საზოგადოებას ირწმუნონ მზია ამაღლობელის დამნაშავეობა, ბრალეულობა მძიმე ძალადობრივ დანაშაულში და უფლებამოსილი სასამართლო ორგანოების მიერ განაჩენის გამოტანამდე წინასწარი პოზიცია ჩამოიყალიბონ სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასებაზე. ამ განცხადებით ეხმაურება საქმის განხილველ მოსამართლეზე და ზოგადად სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძე განიხილავს, სხდომა გაიმართება 46 დარბაზში. 18 ნოემბერს მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ნიკოლოზ მარგველაშვილმა, მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ
2 წლით პატიმრობაში დატოვეს. მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა. დგებუაძისთვის გაწნული სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას, აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები და სწორედ ამას ამტკიცებდნენ ისინი სააპელაციო საჩივარშიც. როგორც ხედავთ, ახლა ჩართეს მუსიკა პატრიოტული სიმღერა აქციის მონაწილეებმა. აჯარის მთავრობის სახლთან გრძელდება საპროტესტო აქცია და აქ შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნა, მთავარი მოთხოვნა მისი დაწყების დღიდან, აქციების დაწყების დღიდან არის იგივე. გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ისინი აცხადებენ, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მე გაჩვენებთ ახლა კადრში აქტივისტი რუსა ვარშალომიძეა, რომელიც აფრიალებს ზურა ჭავჭანიძის დროშას. ზურა ჭავჭანიძე არის ბათუმის აქციების მედროშე. ის უწყვეტად იმყოფებოდა ბათუმის საპროტესტო აქციებზე, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე ის არ დააკავეს. როგორც იცით, 4 ოქტომბერს თბილისში საარჩევნო დღის პარალელურად პროტესტში მყოფმა მოქალაქეებმა მოაწყვეს ფართო მასშტაბური აქცია, რა დროსაც ისინი შევიდნენ ათონელის სასახლის ეზოში. ბევრი კითხვა არსებობს, სხვათა შორის იმ ღობის მარტივად მორღვევასთან დაკავშირებით, საიდანაც მოქალაქეები შევიდნენ ათონის სასახლის ეზოში. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ზურა ჭავჭანიძე ბათუმში და მასაც ისევე როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე სხვა დაკავებულებს ედავებიან სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას უყენებენ. როგორც ვიცით, არ არსებობს არც ერთი კადრი ზურა ჭავჭანიძის წინააღმდეგ, რომ მან იძალა და ან რამე მოარღვია ათონელის სასახლის ეზოში, ან რამე დააზიანა, თუმცა მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა, ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ ასევე, რომ შიმშილობა დაიწყო თბილისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გია ჯვარშელეიშვილმა და მასთან დაკავშირებით გავრცელეს განცხადება, რომ ის ამ დრომდე არ მოუნახულებია სახალხო დამცველის წარმომადგენელს და როგორც აცხადებენ გია ჯვარშელეიშვილის მეგობრები, დღესვე ცხელხაზზე დატოვებენ მოთხოვნას, შეტყობინებას, რომლითაც ისინი მოითხოვენ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულოს ის საკანში. შეგახსენებთ ასევე, რომ გუშინ საპროტესტო აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი გიორგი მამლიაშვილი. მას დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა პროდიუსერი, ასევე დაუკავშირდა ტელეკომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, ხომ არ იყო ის დაკავებული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწვდიდა ტელეკომპანიას ინფორმაციას, რომ ის დაკავებული იყო და გადაჰყავდათ დიღმის იზოლატორში. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხა ტევ1-ის პროდიუსერმა ინფორმაციის დაზუსტება. ამასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გავრცელა განცხადება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ქმედება ჟურნალისტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე და გიორგი მამლიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. როგორც ხედავთ, გრძელდება საპროტესტო აქცია აჯარის მთავრობის სახლთან. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტპატიმრის გირჩის ლიდერის განცხადება 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით. მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ
არ დანებდნენ და აჩვენონ როგორც მთავრობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას თუ რომელ მხარეს დგანან და რა საპროტესტებენ, რა არის მათი მოთხოვნა და როგორია სინამდვილეში მათი სულისკვეთება, როცა გამოდიან საპროტესტო აქციებზე. რომელი ახლა არის დანაშაული, დაახლოებით ასეთი იყო ზურა ჯაფარიძის ტექსტი. როგორც ვიცი, აქ იგივე წარმომადგენელი იმყოფება საპროტესტო აქციაზე და მე ახლა შევეცდები, რომ სწორედ ამაზე, მის განცხადებაზე ჩავრთო ის ლაივში. თემურ, მინდა გთხოვო ბათუმელების ლაივში. მინდა კიდევ ერთხელ გააჟღერო, ცუდად გავართ, მოდი ასე დავიდგეთ, იმიტომ რომ ზედმეტი შუქი შემოგდის და არ ჩანხარ კარგად. დღეს ზურა ჯაფარიძის განცხადება გავრცელდა და ეს ფაქტობრივად კიდევ ერთხელ იყო მოწოდება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჯერ არ არიან პროტესტში, ან შორიდან გულშემატკივრობენ პროტესტს. მოდი ფაქტობრივად აი ამ განცხადების შინაარსზე კიდევ ერთხელ რომ გითხრა და იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ 28-ში ისინი შემოუერთდნენ ამ აქციას, ვინც შორიდან გულშემატკივრობს. აი მინდა გავიხსენო ის მომენტი, როცა მარშის მონაწილეები შევიდნენ უკვე ვიწრო ქუჩებში და გადაადგილება დაიწყეს. იქ ვნახეთ ჩვენ კადრები, როგორ ესალმებოდნენ ფანჯრებიდან, აივნებიდან მოქალაქეები, რომლებიც რეალურად არ არიან აქციაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი გულშემატკივრობენ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქციაზე იყოს უშუალოდ მოქალაქე და არა შორიდან გულშემატკივრობდეს აქციას? ზოგადად ზურა რაც ციხეშია, მაგის მერეც მე რასაც ვუყურებ, იმას დღევანდელი წერილი და ყველა მისი წინაწელი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე გარეთ ყოფი ბევრი ის კოდსი, რომელსაც გონია, რომ უკრაინა დამარცხდა, მათაც ეშველებათ და ბოლო პერიოდში რაც დავინახეთ საკუთრივ დღეა და რაღაცა ზედაპირზე ვფიქრობ, რომ უკრაინის დამარცხებას როგორ შემოგვიყვება ჩვენი კოდსები. რაც შეეხება იმას, ანუ ჩვენ პრაქტიკული გამოსვლას ვქვა, შენც ყავ, მეც ვიყავ აქ ბათუმში, 5-7-8 კაცი დადიოდა აქციას. ეს ხალხი რო აღარ დადის, ჩემი შეხედულებით და ჩემი რაღაცა გარშემო ადამიანების თან საუბრით, რასაც ვატყობ, აქ ძირითადად ორი მიზანი. ერთი ის, რაც ზურამ დაწერა და მაგას იმედი გამოვხდა და მეორე მიზანია, რომ ადამიანებს ზოგადად ორი მიზეზი. მეორე მიზეზია ის, რომ ადამიანებს უყვართ ხოლმე სწრაფად შედეგების დანახვა და რაღაცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რაღაცას გააკეთებენ და იქ პრაქტიკულად მათთვის ხელშესახებ შედეგს ვერ ნახავენ. წინდებათ მერე რაღაცა თლიანო უშედეგოა, თლიანო წვილა წვალება და აღარ დადიან. ბევრია ეგეთ ჩემს გარშემოც, ვინც იძახის, რა ვიცი, ერთი გამოვიდა, 2, 3, 4, მაინც არ წევიდა ბიზნესა და ჩემი შეაქვს რაღა აზრი აქვს და მოსწინდა და აღარ დადის ეს ხალხი, ოღონდ არსად მაგ ადამიანის პროტესტი არ გამქრა. მაგრამ არსებობს ადამიანების ბევრი კატეგორია, იმნაირი, ამნაირი, მაგრამ შიში აქვს და ეს ის ხალხია, რომელიც არჩევნების მერე რომ არჩევნების პერიოდი უამრავი ადამიანი იყო ჩემს გარშემო, ვინც ძალიან თავგადაკრული იყო ანტიკოდში და მათ შორის ნაწილი არჩევნების მერე, რომელსაც სულაც არ ველოდი აფეთქებას გაკოჩა. აღარ დადის ბევრი აქციაზე, ბევრი ღიად კოცია, ბევრმა რაღაცა ქვეყნიდან გაიქცა, ბევრმა მოუკლო სტატუსების წერასაც, რაღაცა საჯარო პროტესტსაც და კი ეგ არის მიზანი, ეგ არის მიზეზი შიშის. ანუ ეშინია ამ ხალხს, იმიტომ რომ ამ ხალხმა დაინახა, რომ რაღაცა ანუ მხოლოდ შიში არის თუ აი ამბობდი, რომ ჩქარა იყო შედეგის სურვილი. იმედგაცრუებაც არის? კი, ანუ მაგაში ეგ ანუ ერთხელ ვიყავი, ორჯერ, სამჯერ, 4-ჯერ არ დადგა შედეგი და ჩემი ყოფნა საზრი არ აქვს. ამიტომ რა ვიცი, რა აზრი აქვს ახლა მე ყოველ დღე იქია რომ ანუ ეგ თემურ ბოდიში უნდა შეგაწყვეტინო და მოკლე გადახვევა მინდა გავაკეთო. ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ, ერთი ადამიანი, რომელიც არარეალურ პროფილს არის ამოფარებული, გვაგინებს შეიძლება ასე ითქვას. მოდი მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ როდესაც არ ფიქსირდება ადამიანის სახელით და გვარით,
რას ნიშნავს ეს? ანუ ამოფარებული, აი დარეგისტრირებულია როგორც მევლუდი, უდევს მსახიობის ფოტო და გვაგინებს. აი რატომ არ არის მნიშვნელოვანი მათი კომენტარები თუნდაც შეურაცხყოფელი? ეს ვუთხრათ მოქალაქეებს. მარტივი ამბავი არის, უყურე ახლა მაგ მევლუდს რო არ ეშინოდეს და რო ჰქონდეს მაგის ერთი ადგილი, რომ მე და თქვენ შეგვაგინოს, გამოჩნდებოდა სახელით და გვარით და საჯაროდ შემაგინებდა, ან ფიზიკურად ნახავდა შემაგინებდა, ან მინიმუმ იდენტიფიცირებადი იქნებოდა. და ხო, მე მარტივი იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც პასუხის გაცემა. აი, შეგინებისაც კი ეშინა, ამიტომ აქ მაგ ადამიანს ადამიანობა დაკარგული. ეგ იმიტომ კი არ გვაგინებსო, მე და შენ არ მოვწონვართ ან რამე დავალება აქვს. რაც მილაპარაკეთ იმაში რამე გაიგო არა, ეგ არის ჩვეულებრივად. აი, წეღან მოკლობოდი აქ ვიღაცას 2021 წელს ბათუმის მერიაში იყო 3226 თანამშრომელი დაქირავებული, რაც უბრალოდ მოკლედ მინდა ვთქვას, რომ 36 ბათუმელს ყავდა მერიის ერთი თანამშრომელი ნაქირები. რატო იყო? აი, ეგეთი მევლუდები არიან, რომლებსაც ერთადერთი დავალება ზემოდან აქ აი ბათუმელების ლაიში უნდა შეხვიდე და აი საუბრობენ, რაც ამ და იმას საუბრობენ, რაც სულ ახლა მე იამნანას მღეროდე, მაგრამ და შემოვიდეს და შეგვაგინოს. იმიტომ უნდა შეგვაგინოს, რომ უფროსმა ასე დაავალა და ეშინია რო არ შეგვაგინოს, უფროს სამსახურიდან მოხსნა, მაგას თავისი ნება არ აქვს და არის ჩვენი მონა მაინც შეიძლება რაღაცა ფიზიკაში ისაკაკეთებს და არა მონაა და მაგის პოინტი არის რომ ამ შიშით სამსახურიდან არ გააგდონ ჩავიდეს და შეგვაგინოს. ამიტომ ადამიანს რომელსაც არ შეუძლია რომ გაბედულად თავისი სახელით და გვარით შემაგინოს, მე იმისგან შევეცდოს არ მღებული. ხო არა, უბრალოდ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ვიღაცა შეიძლება არ ესმის კარგად ამ ტექნოლოგიების, ვუთხრათ, რომ სინამდვილეში ეს არის ანუ რაღაც შეიძლება რამდენიმე პროფილიც აქვს ამ ადამიანს, ხო? და დავალებას ასრულებს. ეგ არის ძალიან დიდი ალბათობით რომელიღაცა საჯარო სექტორში გაფორმებული ხელფასიანი ადამიანი, რომელსაც ეხლა მევლუდით შეგვაგინდა, ცოტა ხანში ხასანათი შეგვაგინოს, მე შემოვა თამაზათი შეგვაგინოს, მე რაღაცა და ისინი არ არიან ბევრი სინამდვილეში. არა, ბუნებრივი არ არიან, ანუ არც ერთ კვლევაში არსად ეგენი ბევრი არ არიან, რასაც არ უნდა შეხედო. აი რა ვიცი მე, გადახედეთ მაგალითად იმედის Facebook გვერდს და გადახედეთ სიტყვაზე რა ვიცი, მთავარის Facebook გვერდს. მთავარი მიუხედავად იმისა, რომ რაღაც 10 წლის მერე დაფუძნებული კომპანია ვიდრე იმედი, ბევრად მეტი გამომწერები ყავს მთავარს ვიდრე იმედს. მე მგონი მილიონია შუაში სხვა 400,000. ანუ ეგენი ბევრი არ არის. უბრალოდ ერთი ადამიანი ხელფასს იღებს ჩემი გადახდილი გადასახადებიდან და პარალელურად დავალება ისაა, რომ მე მაგინოს. ანუ მე ვერ უღებულობ. თანაც როგორც ვაკვირდებით ჩვენს, აი აქტიურდებიან რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად აქცია იგეგმება, ან რაღაც გამწვავდა, ან ასე შემდეგ, უცებ აღმოჩნდება, რომ მაგალითად რამდენიმე ასეული ბებო წერს კომენტარს, ან რამდენიმე ასეული მევლუდის კიდე სხვა სახელით ასე შემდეგ. მან არის ორი ამბავი და ანუ ცოტა დავაკვირდი მე მაგ ხალხს. ძირითად შემთხვევებში აი სადღაც ჩაჭრო ჩაგდევენ რაღაცას, რაღაც ტექსტს, იმდენად ხეპრე ხალხია ეგ რომ ეუბნებიან რომ ასე უნდა დაწერო, წიან დროსაც კი არ დაკოპირებულია ეს ყველაფერი? ბევრი, ძალიან ბევრი შეხვდებათ ეგეთი, რომელიც აი ზუსტად ერთი რაღაცა სიტყვებსაც კი არ ცვლიან და მეორე არის ხოლმე რომ მესიჯ ბოქსის მიღმა ეუბნებიან რომ აი რაღაცა ეხლა აქცია იგეგმება და აბა ეხლა შევეციეთ იმ აქციას და რაღაცები დავწერეთ და ეგეთ დროს ანუ ვიღაცა შემოვარდება და უბრალოდ აი რასაც არ უნდა ლაპარაკობდი ეხლა მე რომ ლაპარაკობდი რა ვიცი მე აი ბიძინა ივანიშვილი და კარგი ადამიანია მეთქი მაინც ჩამოვა ეგ შეგვაგენს იმიტომ ეგ კი იმას არ უსმენს არ გისმენთ რეალურად ლაპარაკობ თან რას წერთ უბრალოდ დავალება აკლო და შევიდეს ბათუმელების ლაივზე რაღაცა ყოველ კონკრეტულ საათში აი შეიგინოს ანუ დარწმუნებული ვარ რომ ფიზიკურად რო შეხვდე მაგ ადამიანს და დაელაპარაკო შეიძლება შენიანიც კი იყოს და ესე აგიხსნას რომ აი რა ვქნა ძმაო ხელფასლები რაღაცა ისა რა ოჯახი მაქვს ეს კი მაგ და მთხოვეს რომ შეგაგინო და შეგაგინო თორე კი არ მინდოდა ანუ ეს ეხსნიან ხოლმე მაგას მათ შორის აი ის ადამიანები რომლებიც იძულებით არიან ქოცები თორე მაგათაც ძალიან კარგად იციან ანუ Facebook-ზე გვაგინებენ რატო არ შემოდიან და არ გვაგინებენ სიტყვაზე რა ვიცი რუსული სოციალური რა არის არ ვიცი მაგრამ აი ანუ ყველაფერი იმ დასავლურ სიკეთეებისგან სარგებლობენ რა ვიცი სამკურნალოდ დასავლეთში მიდიან რაღაცა საცხოვრებლად დასავლეთში მიდიან ყველგან ოღონდ აი
რაღაცა რუსეთი უნდათ ჩან, ანუ არ უნდათ, ანუ მაგათ ჩვენს კარგად იცი, ანუ რაღაცა რო გაუჭირდებათ, სამუშაოდ გარბიან ხოლმე, აი რიჟვაძია მაგის მაგალითად სამკურნალოდ გერმანიაში გაიქცა, რუსეთში კი არა. არა და მთელი მისი მოღვაწეობა იყო რუსეთის სასარგებლო იდიოტის ფუნქცია, მაგრამ იყო პრობლემა, შეიძლება გაიქცა იმაში. თემურ, მოდი დავაკონკრეტოთ, გაიქცა ოჯახიც მასთან ერთად არის, ანუ ეს გაქცევას ნიშნავს, ხო? ანუ არ გადასულა ის სამკურნალოდ რეალურად? თავიდან სამკურნალოდ წავიდა, როგორც ამბობენ, ახლა მე არ ვიცი სიმართლე გითხრა დეტალები, მაგრამ რა ვიცი, რატო არის დასავლეთში და რატო არ ჩამოდის რატო მოხდა ისე, რომ მისი რაღაცა უახლოესი მაკაცები მეგობრები, რაღაცა არც ერთ მათგანი აი Facebook-ზე რო იყო პეიჯი წარმატებული ლიდერები და რაღაცა სულ თავზე თორნიკე ჯოჯის ფოტო ეყენა, მისი ეგრეთ წოდებული მკვლელობის მცდელობიდან ერთ საათშივე შეიცვალა ეგ Facebook-თან, რატო მოხდა ეგრე? კი, გაიქცა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ რაღაცა ეს სისტემა შეაწყობილი ხოლმე ეს ცნობილი გერმანია. ან თუნდაც არ არის უსაფრთხოდ, ხო? შეიძლება ასე ითქვას. რაღაცა ისეთი რაღაცა მოვიდა, რომლის გამოც ადამიანის ან მოკლა სცადეს და ან თავის მოკლას, ანუ ადამიანი უბრალოდ რაღაცა ერთ დღეს არ გეიღვიძებს და მოდიდა თავს მოირო არსის, ხო? რაღაცა ისეთი რამე დამართა, რომ ადამიანმა ჩაყოლა, რომ მის სიცოცხლეს არ უნდა აზრი და ხო ამ დროს, როდესაც ჩაყოლა გასაჩერებელი რუსეთში კი არ გაიქცა სხვაგან, ანუ სხვა ქვეყანაში, გერმანიაში იყო ოჯახიც. არ გადასულა რაღაცა მოსკოვში და პადმოსკოვიაში რა ვიცია ცხოვრება. ანუ deep state-თან ახლოს არის. ხო, გუცბერი პრორუსი ვინც არის, რა ქვია, მალტივა მაგის სახელი ჯავანაძეა გვარად. აი რუსეთში გაიქცა. ის გუცბერი პრორუსია. ერთადერთი გავიგე ვინც ამბობდა გაიქცა აი ალტიფუზე წამყვანი რო იყო ჯავანაძის სახელი დავავლის და ეგ გაიქცა მოსკოვში. აი ერთი ვნახე მთელი ჩემი 40 წლიანი მოღვაწეობის და ცხოვრების პერიოდში ერთი კაცი იყო ვინც რუსეთში გაიქცა. მას მართლა მოწონს როგორც პროვინციის დანძინა არავინ არ გაქცევა რუსეთში. ამიტომ ხო, ანუ ყველა მიცის რომ ჩვენ უფრო ბევრი ვართ. 10 წელიწადია გაქანებული მუშაობს რუსული პროპაგანდა, რომ რაღაცა შეაძულონ ხალხს დასავლეთი, აი ყველაზე გამართული პროგრამა აქვს პროპაგანდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მივიდნენ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში მიუახლოვდეს რუსეთის მომხრეების რაოდენობა, არათუ რაღაცა აიმეს ცოტას უახლოვდეს. ვერ ანუ არ ხდება ეგრე. მაგრამ ხო, როგორც დავიწყეთ საუბარი, როგორც ზურად წერს, ისე რომ შიში არის ერთ-ერთი ბუნებრივი ამბავი. ხო, სოფელში ვიყავი მე 3 დღის წინ და სოფლიდან ჩამოვიდი და ანუ უამრავი ადამიანი არის, რომელიც შენიანია, მართლა გუწბელად შენიანია, რაღაცა ზუსტად ხდება, რომ რუსეთი ცუდია, ამასთანავე გეუბნება, რომ აი მე დასაქმებული ვარ სიტყვაზე რა ვიცი, აი ტყის მცველი ვარ, რომელიც არც ის ტყე გადავიღებ, გაფორმებულია ტყის მცველად და რა ვქნა ახლა აქედან 300 ლარს ვღებულობ და ახლა მე რომ აქედან გამომაგდონე 300 ლარი აღარ ვნახო და ამათკენ ვარ თუ არა კი არ მინდანან, მაგრამ ამათკენ ვარ. ანუ ესე არის ადამიანების შიში. ვიღაცას დაჭერის ეშინია, ვიღაცას ფინანსური თუ სხვა ტიპის სარგებელის დაჭერის ეშინია, ვიღაცას უამრავი ნაირი რაღაცა ოჯახის ეშინია, ვიღაცას ახლობელი ყავს სამსახურში არის ეშინია. და ნუ ამბავი არ მაგის ჩვენს მეშინია, მეც რაღაცა ის კი არა მობოტი, მეც მეშინია საქმედან გამოვდივარ, ჩემი 10 წლის ბავშვი ცოტა ხანში დამირეკავს ეშინია, მამა არ დაიჭირა, მართლა ესეა, ცოტა ხანში დამირეკავს და მომიკითხავს რომ ხომ არ დამიჭირეს, იმიტომ რომ იმასაც ეშინია რომ მამა არ დაუჭირა, მაგრამ რა ვიცი, ხანაერად უბრალოდ არ შემიძლია შიშისთან მიუხედავად, მე იმის უფრო მეშინია, რომ ჩემი შვილები ჩეჩნეთში არ გაიღვიძონ და ისე არ მოხდეს, რომ მე ამ დროს რაღაცა არაფერს არ ვაკეთებდი, რაღაცა შემიძლია არ ვაკეთებდი და შვილებს დაუტოვე ჩეჩნეთში. მე ამის უფრო მეშინია, ვიდრე იმის, რომ რაღაცა სხვა რამე დავკარგო, ისედაც დაკარგული მაქვს ცხოვრებაში, არასდროს არ მქონია კონკრეტი სადმე, ანუ ყოველთვის ისწავლოს გამიძები, მათ შორის ყველა თავის დროს და ამიტომ კი ვიღაცაებს შიშმა ადამიანობა დააკარგვინა, აიძულა რომ გაჩუმებული იყო, ენასკვილი დაეჭირა, ან რაღაცა ფოსილის მხარეს გადასულიყო, მაგრამ როგორც კი ეს შიში მოხდება და გაინახება და ეს ხდება ადამიანების სიმრავლე, ანუ რეჟიმი, ყველა რეჟიმი
დედამიწის რუბზე ყველა რეჟიმის რისის ეშინი ეს არის ბევრი ადამიანი მის წინააღმდეგ. ამას როცა ხედავს ჩვენ აი რუსულ მთავრობასაც გადახედავთ როდის დაიხიეს ამათ უკან ისინი კანონით ბევრი ხალხი გამოვიდა უკან დაიხიეს მე ახლა შემოიტანეს მეორე რუსულ კანონისაც ეგრე ანუ ყოველთვის ეგრე იყო ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ამათ დაინახო რომ ჩვენ აქეთ უფრო ბევრი ვართ და არ გვეშინია და ქუჩაში შეგვიძლია გამოსვლა და გაპროტესტება ეს არის ახლა მინიმუმი რაც უნდა ვქნათ იმიტომ რომ მაგრამ უკვე ყველამ დაინახა ხო რომ ანუ ეს რეჟიმი ეგ რაღაცა ობახიძეს თუ იჯეს და რიჟვაძეს თუ კლავს ყველა ვარიანტი დღეს შენთანაც მოა ეხლა ვინც მისმენ და მაგინებს შეგონი რა ჭკვიანი ხარ მოა ერთდღეს მივიდა ყველასთან მივიდა აი რაღაცა შენობიდან თქვა რომ ვარდება ცუდი მთავრობის გამო ის არ არჩევს თქვა ნაცია პოციალიზაცია ვიზეცეს თავზე ეცემა ყველას ანუ უხარისხოა შენობა რო არის გაკეთებული უხარისხო გზა რო არის გაკეთებული უხარისხო ჯანდაცვა რო არის გაკეთებული და რაც ჩვენ რო რუსები გვაზიან თავზე ეს რაცები ხოცებს არ არჩევს ამიტომ ჩვენ მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ ის რომ ანუ ჩვენ შვილებს მინიმუმ ჩვენ შვილებს არ დავუტოვოთ ჩეჩნეთი იმიტომ რომ საფლავზე მოგვიკაკუნებენ სპარამის ვიხმარდეს მოსკოვს მაგრამ არავის ხარ და გვეტყვა რომ აი როდესაც ჩეჩნეთი იყავით და როდესაც რუსეთის გავლენის ქვეშ შედიოდით თქვენ ასაკეთებდით ჩვენი შვილები იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა მინიმუმ ის მაინც გააკეთეს რომ ჩვენ რაცა დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩაგვაბარეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ჩაგვაბარეს და ეხლა ჩვენი გასაკეთებელი მინიმუმი ისაა რომ ჩვენ რაღაცა ჩემი აზრით რაღაცა ევროკავშირის პასპორტის მქონე ქვეყანა მაინც დაუტოვოთ ჩვენ შვილებს და რაღაც მე იმის შემდეგ ჩვენ უნდა გააკეთოთ. შევძლებთ რა თქმა უნდა შევძლოთ თუ შევძლოთ ისე ჩვენი სიცხილი და ეს შეგვიძლია იმით რომ რაღაცა ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვიდეთ როცა საჭიროა მაშინ. მადლობა თემურ გორგაძე საუბრობდა ის გირჩს წარმოადგენს ბათუმში და არის ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე. როგორც ხედავთ საპროტესტო აქცია გრძელდება აჭარის მთავრობის სახთან მე შეგახსენებთ ასევე რომ ზუგდიდელი აქტივისტი როსტო ზარანდია დაიბარეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში და წერილში რომელიც მას გაუგზავნეს განმარტებულია რომ საქმე ეხება ანაკლიაში მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაყოფიერი ფენის მოხსნას როგორც იცით როსტო ზარანდიამ და მისმა მეგობარმა კიდევ ერთმა აქტივისტმა გამოსახეს დიდი მასშტაბის გეოგლიფი მეგობარი აქტი რითაც როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ასევე სტრატეგიულ პარტნიორს კიდევ ერთხელ შეახსენეს რომ ქართველი ხალხი ელოდება მეგობარი აქტის დამტკიცებას როსტო აპირებს რომ გამოცხადდეს ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული და სხდომაზე აპირებს რომ გამოცხადდეს და გააკეთოს განმარტება რომ არანაირი ნაყოფიერი ფენის გატანას ადგილიდან ან გადაადგილებას ადგილი არ ქონია ისინი უბრალოდ შეეცადნენ რომ რაღაც ფორმით გამოეხატათ გამოსახულება მეგობარი აქტი დაწერეს მათ თუმცა როსტო არ გამორიცხავს რომ მაშინ როცა მას მზეამაღლობელი სტენსილის გამო აჯარიმებდნენ არ გამორიცხავს რომ ამის გამოც დააჯარიმონ მინდა გითხრათ ასევე რომ თბილისში მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეები ემორჩილებიან მოთხოვნას რომ არ გადავიდნენ სავალ ნაწილზე სამანქანო გზაზე და ძირითადად პროტესტს გამოხატავენ ტროტუარზე პოლიცია მათ აკავებს მაინც და ხშირ შემთხვევაში პოლიციას სასამართლოში ვერ მიაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები და მიაქვს კადრები სადაც ჩანს რომ ეს მოქალაქეები სწორედაც რომ ტროტუარზე იმყოფებოდნენ და არა სავალ ნაწილზე. შეგახსენეთ ასევე რომ პროკურატურა მოითხოვს მათე დევიძის მსჯავრის უფრო სწორად დამძიმებას და
ამასთან დაკავშირებით მათედევიძის დამ გავრცელა განცხადება, სადაც ის მიმართავს პროკურორს და პირდება, რომ ის აგებს პასუხს კანონის წინაშე სწორედ იმ უკანონო მოთხოვნების გამო, რასაც ის აჟღერებს პერიოდულად მათედევიძის და სხვა პოლიტპატიმრების მიმართ. ვანოს ხირკლაძე იყო ის მოქალაქე, რომელიც სათამაშოთი იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე. მე ახლა გაჩვენებთ ამ სათამაშოს კიდევ ერთხელ. დღეს ბათუმში მოსულები არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, ზუსტად იგივე სათამაშოთი. აი ასეთი სათამაშოთი იყო ვანოს ხირკლაძე აქციაზე. ის გადაადგილდებოდა ამ სათამაშოთი, ახმაურებდა ამ სათამაშოს და პოლიციამ ის დააკავა, შემდეგ კი სასამართლოს განუმარტა, რომ ამ სათამაშოთი ეს მოქალაქე შეურაცხყოფას აყენებდა მათ. მე ახლა შევეცდები, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩავთო. ხალბატონო ნინო, თქვენ მინდა გთხოვოთ, ეს არის დღეს ამ სათამაშოებით მოსვლა, არის მხარდაჭერის აქტი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც დააკავეს ზუსტად ამ სათამაშოს გამო? რა თქმა უნდა, სოლიდარობას უცხადებთ იმ დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებიც ამ აბსურდული მიზეზით არიან დაკავებული და აი აქ მდგომ ვაჟბატონებს ვაჩვენებთ, რომ სად არიან, სად მუშაობენ ისინი, იქნებ გაიაზრონ. რაში იმყოფებიან, იქნებ დაფიქრდნენ. როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოს ვერ უნდა გამხდარიყო მიზეზი, ხომ, დაკავების, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 8 დღით დააკავა. ანუ აბსურდშია უკვე გადასული ეს გადაწყვეტილებები, ანუ სათამაშოს გამოც კი შეიძლება მოქალაქე დააკავონ. დიახ. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს აქ და ზუსტად ამიტომ მიკავია ეს სათამაშო, ეს არის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რა თქმა უნდა. და ვიმედოვნებ, რომ ზოგიერთი ბარიკადებს მიღმა მყოფი ადამიანი დაფიქრდება იქნებ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის მათ ჩვენში ჩამდგარი, რასაც აზროვნება ქვია. მადლობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საუბრობდა ჩვენთან, რომელიც მოვიდა ზუსტად იმ სათამაშოთი, რომელიც ჰქონდა დაკავებულ ვანოს ხირკლაძეს, ის გადაადგილდებოდა ამ სათამაშოთი და ახმაურებდა ამ სათამაშოს. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ერთ ადგილზე არც კი გაჩერებულა, რაც ვნახეთ კადრებში. მიუხედავად ამისა, პოლიციამ ჩათვალა, რომ ამ სათამაშოთი ის შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. სწორედ ასე განუმარტეს სასამართლოსაც, რის შემდეგაც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და ის 8 დღით დააკავა. აქ ერთ-ერთი ოჯახი მოვიდა, ახლა რამდენადაც ვიცი, ბავშვებით და ჩვენ მანამდე დაგვიკავშირდა ეს მოქალაქე და რამდენადაც ვიცით, მას სურს გააჟღეროს თავისი სათქმელი ჩვენი ლაივით, როგორც ვიცით, არაერთხელ მიმართა აჭარის მთავრობას და ითხოვს ბინის უზრუნველყოფას. უფრო ვრცლად რომ გითხრათ, ხალბატონო, ანუ დღეს მოხვედით, რომ მთავრობას კიდევ ერთხელ უთხრათ თქვენი სათქმელი? მთავრობას რამდენჯერ მიმართეთ, განახმა არიან ხელშეკრულებით ბინა რო ვნახოთ და თვითონ მთავრობა მეძებს ბინამ ასე მეუბნებიან. მე ბინის პატრონე მაგდებს, იმიტომ რომ უნდა სხვას გააქირავო სასუპლოზე და მე ბინა ვერ ვნახულობ, სად გავიდეთ მითხარი. აი შემოპირია ბავშვი ვერ დადის. მორიელები თაგვებით და ტანაკებით დადის ბინაში. ვიხადე ექსასულარი, ეხლა უკვე არ ყოფნის თანხმობრივად კომუნალური იმდენია, ყველაფერი. ეს ბავშვები ეპილეფსიით ჩაკისნაკლებული დაავადება, რამდენი შეიძლება თავაზაშვილთან მოსვლა, ბატონო გიორგი ციცას მიმართეთ, ყველა მთავრობის ხალხი იცით. შედეგი ვეღარ მივიღე, ვაუჩერი მქონდა 50,000 ლარის როგორც სახთარო, ესეც გადაგავიდა, იმიტომ რომ ეს შეფარებული ბინა ვერ ვნახე 50,000 ლარი ვერ ვნახულობდი ბინა. და არა ბათუმში ამ თანხით. ასომეს თანხა არ გვაძლევს. რა ვქნა, აი დღეს მოვიყვანე მთელი ოჯახი, იმიტომ რომ უნდა გავათელო რამე, რომ მიიხდეს რომ მართლა ვჩები უბინავ.
ანუ თქვენ მთავრობის სახლთან უნდა გაათენოთ ღამე დღეს ბავშვებთან არა ერთად. უკოლა მე მაგდებს ყველა დღე მეშინიან და შენ რომ ქმარს არის ჩქურს მე ღამე სვენაში ვიყავ სამუშაოზე მოვედი დილას 8 საათზე სახამოს ჩამოვა გადამიხადე ხო და შეიძლება ბავშვი ვაჩვენო კადრში? დიახ ჩვენ აი საბანი აქვს ბავშვს მოტანილი, აქ არის მოსული ოჯახი და ქალბატონი აცხადებს, რომ აქ უნდა გაათიოს ღამე ბავშვებთან ერთად, რადგან არ აქვს საცხოვრებელი, ის კი ცხოვრობდა ამ დრომდე და მესაკუთრე სთხოვს მას დატოვოს ფართობი და რამდენადაც ვიცით ამ ოჯახმა არაერთხელ მიმართა მთავრობას თავშესაფრის მოთხოვნით, თუმცა ისინი დღემდე არ არიან დაკმაყოფილებული. ბატონო, თქვენ დაამატებთ რამეს უკეთ განგვიმარტავთ, ანუ რა ხდება, რა მდგომარეობაა თქვენს თავს? მოგება უზღერეს იმიტომ სიზია ძალიან ამდა დედები შავი აბსოლუტურად ეს ცხოვრება ანუ ძალიან ისეთ გარემოში გიწევდათ ცხოვრება, რაც ბავშვებისთვის არ იყო უსაფრთხო, ხო? და ეხლა ელოდებით მთავრობისგან პასუხს. ახლა არასამუშაო საათები რომ თქვენ არაერთხელ მიმართეთ, ხო? რამდენი შეიძლება, ნუ რამდენი. შუა დღე იყო გიორგი არ იყო დანიშნული, გიორგის ბატონო გიორგი. გიორგი ბათუმის მერი? დიახ, ბატონო გიორგი მერე დაჯდა კი დაგეხმარები არჩევნების წინ შეხვედრა იყო. მერე ბატონო თამაზაშვილს არჩევნების ერთი ღამე იყო, ნუ მომდევნო დღე 4-ში იყო. რიცხვი 3-ში შეხვდით. კი რატო არ მოდითო, რატო აღალიეშ და მიიღებ კი პასუხს. მოვდივარ რომ შაბათს თამაზაშვილი არ იყოს მეორე პეტრე პავლე გარუჩეთენ გო ანუ საერთოდ მოახერხეთ თქვენ შეხვედრა თამაზაშვილთან? თამაზაშვილთან მე თამაზაშვილთან შეხვდი არჩევნების წინ შეხვედრა იყო 41 ნომერის აი აქ ბულვარში რო იყო და დაელაპარაკე? დაველაპარაკე პირადად მოუპირდა რატო არ მოდით რაც კი არ მოდით ერთ წელიწად დავდება რომ თქვენთან შეხვედრა მინდა ნუ მე მგონი არა ისეთი ოჯახი რომ 4 შვილები რეალურად ფიზიკურად რასაც ტყვილი არა ანუ ერთხელ კიდე რომ აღვიქწეროთ თქვენი მდგომარეობა. ანუ თქვენ ხართ 4 შვილით, ხო? მე არა, ქმარია ჩემი და 3 შვილი. ქმარი და 3 შვილი. ქმარია ვათარი, ბილეფსე, შაქრის თაკლება, ხუნჭყაში ვარდება, ხალ სამუშაოზე, ხალ არ ვიცი, ხამე გაფიცებ დევიცრა მუშაობა, მოლარდებით და ეხლა ცოტა ხნის წინ ღამე ურეკავ ფარს არ პასუხობ, დილას მოვიდა ბაღანა და დედიკო ორი კრუნჭყა კონდა მამიკოს და წერილი დამიწერა ბაღანა დედიკო მამიკო არ გაღვიძე ცუდათა ეს ბავშვები ცოტა არ არიან ტოვებ რო რაც არის მუშაობ ესე საში пожалуйста всё ეს ბავშვები ხარ სკოლაში დაფყავს ხან არა იმიტომ რომ ურეკში ცხოვრობ იქ ტრანსპორტი არ მოძრაობს ნუ ერთი ბინა რაღაცასაც დაჟებ თქვი აფისახის პრობლემში რომ შევიტანოთ მაი ბავშვები რომ დანაჩენი ვიხადო პროგრამა დასრულდა ახალი წესმე და ეს ადამიანი ეხლა მაგდებს რა უკნა რამდენი შეიძლება მასე წვალება ნუ არ შეიძლება მათე იმდენ შეხვედრებიდან შედეგი ნოლ ერთი მთავრობის ადამიანი ახლა თქვენ აპირებთ რომ დაუკავშირდეთ ვინმეს გაესაუბრებით გასაუბრება რა უნდა შებით მთელი ღამე აქ ხო ეს საბანი მოიტანეთ იმიტომ რომ ღამე აქ გადიოთ ბავშვებს არ შეცივდეს ტელეფონი არ მაქვს თამაზაშვილი ბატონო გერგიც ციცაძეს ვერ დავრეკო ტელეფონები ხო არ მაქვს არ ვიცი სოფომიგელზე თქვა შეკრულება თუ იქნება კი და ფინანსები 9 სლაიდ იქნება შეიძლება ერთი ყურადღება მე ვხვდები ვერ საუბრობ როგორ იცი სპეციალურად აკეთებ სასაცილო რამე არა 4 წუთი პირით მოვიყვანე თქვენ დროსაც რა მე არა აქციაზე არიან ქალბატონო საპროტესტო აქცია. საუბრობ რომ ვერ დევილაპარაკეთ და შვიდი რაღაცა Хорошо, я говорю, как можно так свистеть, когда я не слышу, что говорит. კარგით, გაჩვენებთ კადრში ბათუმელების ლაივში ოჯახს, რომელიც მოვიდა აჭარის მთავრობის სახლთან, 3 მცირეწლოვანი ბავშვია, მათ შორის ერთი არის შუშუმუპირი და როგორც ქალბატონი აცხადებს, მეუღლეც შუშუმუპირია, მათ არაერთხელ მიმართეს მთავრობას, რომ არა
აქვთ საცხოვრებელი, საკუთარი საცხოვრებელი და ისინი ქირით ცხოვრობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვებისთვის არასათანადო პირობებში. მიმართეს ბათუმის მერსაც, აცხადებს ქალბატონი, რომ სურდა იაფისახლის პროგრამაში მონაწილეობა, მოტანილი აქვს საბანი და ამბობს, რომ აქ გაათენებს ღამეს, ელოდება პასუხს თავშესაფართან დაკავშირებით აჭარის მთავრობისგან. აქ პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, აქ შეკრებილები აჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს. გასული წლის ნოემბრიდან დღემდე ეს მოთხოვნები არის იგივე. გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. პარალელურად აქ რჩება ოჯახი მცირეწლოვანი შვილებით, ბავშვებით და აპირებენ აქ ღამის გათენებას, რადგან აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად არ აქვთ, ქირაში ცხოვრობდნენ ამ დრომდე და ფართის მესაკუთრემ მოითხოვა ამ ფართობის გათავისუფლება. ვეღარ ვიხდით ჩვენ იმ გადასახადს, რასაც ვიხდით ქირისთვის. შეგვპირდნენ ეს ქალბატონი ჩვენ გუშინაც გვესაუბრა ტელეფონით და გითხრა, რომ მერიამ შეთავაზა მას დაქირავება ფართობის ხელშეკრულებით, რისთვისაც გადაუხდიდა ბიუჯეტიდან 900 ლარს, თუმცა ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ისეთი ფართობის საპოვნელად, რომლის დაქირავების შემთხვევაშიც მესაკუთრე მას ხელშეკრულებას გაუფორმებს, ხელშეკრულებით მიაქირავებს ამ ფართობს, როგორც ვიცით. მოქალაქეები ხელშეკრულებით ფართობის გაქირავებაზე ამბობენ უარს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მოუწევთ გაძვირება გადასახადის, რადგან მათ ასეთ შემთხვევაში უწევთ პარალელურად საგადასახადო ვალდებულებების დაფარვა. როგორც ხედავთ, ოჯახი აპირებს აქ დარჩეს და გაათიოს ღამე. რა იქნება მთავრობის პასუხი, ვინ გამოეხმაურება მათ, ამას გაცნობებთ ბათუმელევიჯიზე. თვალი ადევნეთ ბათუმელევიჯის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აჭარის მთავრობის სახლთან. ამაზე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისევ ინფორმაციას. საპროტესტო აქცია გრძელდება. ბატონო ლევან, რამდენიმე წუთით რომ ჩაგვერთოთ ბათუმელების ლაივში, ორი რეალობა გვაქვს დღეს ახლა აქ ამ წუთას. დაინახეთ ალბათ ცოტა ხნის წინ მოვიდა ოჯახი, რომელიც ამბობს, რომ აქ გაათენებს ღამეს იმის გამო, რომ არა აქვთ მათ თავშესაფარი, ბოდიშგიხდით ძალიან მაღალი შუქი შემოგდის და არ ჩახართ აქეთ რომ დადგეთ ბოდიშგიხდით. და მეორე არის ის, რომ განაახლა ისეთი ბრალდებებით დაკავებები თბილისში პოლიციამ, როგორც არის სათამაშოს გამო, ტროტუარზე დგომის გამოც კი ასეთი კადრები მიაქვს მტკიცებულების სახით სასამართლოში და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, აკავებს მათ 8 დღით. რა რეალობა გვაქვს ახლა ჩვენ, რა რეალობაში აღარ რეალობა ისაა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს პირდაპირ მნიშვნელობა. არც ერთი ინსტიტუცია არ მუშაობს რეალურად და განადგურებულია რა. ეს როგორც სიტუაცია, როგორ მატარებელი რომ იგორავს, ხო იცი? ესაა მეტი არაფერი რა, უბრალოდ ბოლომდე ვერ დაშალეს და ვერ დაანგრიეს ისე და ინერცია ჯერ რაც არის სახელმწიფო, რაც დარჩა რაღაცა სტრუქტურები თითქოს და მუშაობს ინერციით, მეტი არაფერი რა. ანუ რეალურ პირველი პრობლემას მაქედან გამომდინარეა და მეორე პრობლემას მაქედან გამომდინარეა, იმიტომ რომ სტრუქტურები არ არსებობს. სახელმწიფო არის ჩამოშლილი. ჩვენ ბოლომდე ვერ არ გვიქვამთ სახელმწიფოში სამწუხაროდ რა ხდება. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ, ვინც არ გვიქვამთ, იმიტომ ვართ გარეთ. ვინც სახში ზის, ისინი ვერ აღიქვამენ ბოლომდე მაგას რა. და მე ყველაზე უფრო ძალიან მიყვარს ძალოვნების, იმიტომ რომ მართლა მიგვი დედას გეფიცები, არ ვიცი რა, შოკირებული ვარ, იმიტომ რომ ფაქტურად ეს ერთადერთი დასაყრდენი ამათი არის მაგი, ძალოვნები, ხო? და ასე რა დონეზე დაეცენ და ასე რა დონეზე დაეშვნენ, მე ვერ ხვდები რა, იმიტომ რომ არის კანონი, არის კოდექსი, ხო? ყველაფერი ადამიანმა დაარღვია, იმიტომ რომ ბრძანება შევასრულო, ეს არის სრული აბსურდი. მაგას არანაირი გასამართლება არ აქვს რა. ისევ როგორც სრულ მოწმეებსაც, ხო? ანუ თავიდან ბოლომდე. მე ასაკეთებენ ვერ მივხვდი და ამ დონეზე როგორ ფეხებზე კიდია, მისი სახელმწიფო ამას ვერ ხვდები სიმართლე გითხრა, მაგრამ არა უშავს რა.
ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი მის ადგილზე დადგება, როგორც ორჯერული 4-ია და ყველა პასუხს აგებს აი პირდაპირ მნიშვნელობით აგებს ყველა პასუხს რა. სრულ მოწმეებიდან დაწყებული, აი ეს ბებია ბაბუები რო იჯდნენ და ჯოკერს თამაშობდნენ, რო შაყირობდნენ, მითო სახელმწიფოს რო ანგრევდნენ რა, სახელმწიფოს დანგრევაა მაგ რა, ხმებს რო იტაცებ, ყველა აგებს პასუხს. და შეიძლება პირველად რა მოუწიოთ, იცი, ამ სასამართლოდ ღირსი მასე არის, რომ ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფო გვინდა და სახელმწიფო რასაც ქვია რა, მაგრამ მაგენი ღირსი არის ამ სასამართლოთი გაასამართლო. და მე რა ჩამოვაყალიბო, მაგრამ ჩვენ მაგის დრო არ გვაქვს, უბრალოდ საქმე ამაშია რა. იმიტომ რომ სასამართლო ნორმალური ყოფილიყო და სახელმწიფო ნორმალური ყოფილიყო, ფუნქციონირებდეს, ხო? საკონსტიტუციო სადაც ვართ აქ ახლა. ჩვენ გარეთ არ ვიქნებოდით და ამისთვის დროს არ უნდა ვყარდოდეთ, არ გვგონდეთ. მადლობა, ლევან ხორავა საუბრობდა ბათუმელების ლაივში. ის აცხადებს, რომ ყველა აგებს პასუხს იმ უკანონო ქმედებისთვის, რაც ჩაიდინეს, ის აცხადებს ასევე, რომ მას განსაკუთრებით უყვირს ძალოვნების გადაწყვეტილებები, მათი ქმედებები, რადგან არსებობს კოდექსი, კანონი, რომელსაც ისინი უნდა დაემორჩილონ და ასევე ასეთი განმარტება გააკეთა მან საუბრის ბოლოს, რომ კარგი იქნება თუ იგივე სასამართლოთი გავასამართლებთ მათ, თუმცა ალბათ ამის დრო არ გვექნებაო. ქალბატონ ნაზიბროლას მინდა ვთხოვ ახლა შევაჯამოთ თქვენთან ერთად ჩვენი ლაივი. ამ აქციის პარალელურად გვაქვს რეალობა, როცა მოვიდა ოჯახი აქ ღამის გასათევად და აცხადებს, რომ არა აქ თავშესაფარი, არაერთხელ მიმართა ჯარის მთავრობას, ბათუმის მერიას, სურდა პროგრამებში მონაწილეობა, თუმცა ვერ მოხერხდა ამ დრომდე და იმ ფართობის დატოვებაც მოუწია ამ ოჯახს, რომელსაც ქირაობდა, რადგან მესაკუთრე მოითხოვა ეს. პარალელურად ასევე მინდა გთხოვოთ, შეაფასოთ, რას გვაჩვენებს ბოლო დროს განსაკუთრებით, როგორც აფასებენ აბსურდული მაგალითებს, სათამაშოს გამოდაკავება, უკვე ტროტუარზე დაკავება და ასე შემდეგ. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? მოდი დავიწყოთ ამ ქალბატონის მდგომარეობით, მაშინ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქ ჩვენ გადავთხოვნა ოჯახებს ღამესაც ათევენ, იმიტომ რომ აქვს ბინის პრობლემები, ხო მაგრამ თვითონ არა მარტო აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში და ბათუმის მუნიციპალიტეტში, ზოგადად ქვეყანაში არის საბინაო პოლიტიკა ძალიან რთული ინტერესად არ არსებობს რა, რაღაცა თანმიმდევრული საბინაო პოლიტიკა, რომელიც იქნება თქვა მიმართული ამაზე, რომ ამ ტიპის პრობლემები მოგვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვა ამ უამრავი სამშენებლო ნებართვა გაიწყო ჩვენს ბათუმში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუმი თქვა და ჩაბეტონება ამ ქალაქში და რაღაც საშენებლო, საიდანაც იყო ყველა იმ გაცემულ ნებართვიდან რაღაც იმას იწვევს 100% რაღაცა. კი, ითხოვს. რეალურად სერიოზული დიდი ფონდი უნდა კონდეს უკვე. ხო, ანუ მაგას ვამბობ, თუ დავხვით რამდენი გაიცეხა, ადრე სტატისტიკასაც ვადევნებდი, თვალყურსაც სიმართლე ბოლოს ვეღარ მოვიცალე მაგის ანახავ. ანუ იმდანად მნიშვნელოვანი რესურსი აქვს ამას, ხო? უკვე უნდა გქონდეს იდეაში, რომ რაღაცა ასეთი და თან ეს უნდა ამის ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს ამის შესწავლა. ეს არ უნდა ტოვებდეს არანაირ თქვა შაბეჭდებას თვითონ პოტენციურ ბენეფიციარებში, რომ აი ვიღაცას მაგალითად რაღაცის გამო რაღაც ბენეფიტად გადაეცა, ხო, რაღაცა მხარდაჭერის გამო ან რაღაცა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ნათესაური ან რაღაცა, ხო, არის ესეთი რაღაცა გარემო ფაქტორები, რის გამოც ხო ვიღაცები მიიღებენ და ვიღაცები არ მიიღებენ. ეს ასეთი განცდაც კი არ უნდა დატოვოს ადამიანებში, ხო, ოჯახებში, რომლებიც საბინაო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და მე წლები მიდის, ნახეთ, ანუ ის კი არა რომ თქვა ერთი რაღაც თაობა ატარებს ასე გადადის ქირიდან ქირაში, რასაც აქვს ძალიან დიდი სტრესი ახავს და ამას მე მემკვიდრეობით გადაეცემა, ხო, იქ ბავშვები იბადებიან, ისინიც ამ მდგომარეობაში არიან. მე უწევთ ხშირად ადგილის შეცვლა, ამ ადგილის შეცვლას ბავშვზე, თუ მის ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს რო კითხავ, ეგრევე გეტყვია, რომ ბავშვისთვის არის ეს უძულესი, იმიტომ რომ ის ფსიქიკა იყო ამის გარემო, ხო, სოციალური რესოციალიზაცია ვერ ახერხებს ბავშვს ერთი ადგილი შეიცვალა ერთი სკოლიდან, მე მეორე სკოლაში გადავიდა სადღაც ადგილზე და ასე შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს იწვევს ძალიან სტრესულ დამოკიდებულებას და სტრესულ ასე რა ქვია განვითარებას და რა თქმა უნდა ეს არის დიდი პრობლემა ამ ადამიანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საბინაო პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული
სწორად დაგეგმილი და მართლა გაწყვეტილდეს იმ ადამიანებზე, რომელსაც ეს საჭიროება უყვეს, მათ შორის დევნილებსაც ვახსენებ, იმიტომ რომ მათაც უკეთ დღემდე ეს პრობლემა, რომელსაც აქამდე არც ერთ რამდენი ოჯახი არ მიუღიათ არც ერთხელ და დახმარა. რაც შეეხება იმას, რაც მეორე თქვენაც ახსენეთ, ახლა რომ ის დაკავებები მეტროებში რაღაცა სათამაშოს გამო ადამიანის საყვანა რაღაც იცით რა უკვე ისიც კი არ ხდება რომ ესენი კანონს არ ყვევენ და რამე კანონს არ ყვევენ უბრალოდ ეს ნიშნავს რომ აქ სრული ძალაუფლება რომ თუ შენ რაღაცა გააღიზიანე შენ ნაქმედმა გააღიზიანა შენ ნაქმედმა აგრძნობინა რომ რაღაცა შეურაცხყოფლად ჩათვალა თავი ან ჩათვალა რომ პატივს არსებობს შეიძლება შეიძლება დაგაკავო რა მტკიცებაც არ ჭირდება იმიტომ რომ რამდენიმე კანონს ერთად გამიხსოვთ რომ მათ შორის იმას რომ ვიღაცის თქვათ დასმენის ან მამხილებლის ან ვიღაცის იმის რა ქვია წერილის საფუძველზე დაგაკავოს ხო სასამართლოში იმის აუცილებლობაც კი არ არსებობს უკვე რომ იცოდა შენ ვინ დაგასმინა ვინ დაწერა შენზე წერდა ვისი ბრალდებით ხარ დაკავებული ხო ვინ თქვათ ვინ გიჩივა ანუ მოწმის ცოდნის აუცილებლობაც კი აღარ იარსებობს ხო სასამართლოში შენ ვიღაცა დაგაკავოს და არ გეცოდინება რატო დაგაკავო ვინ დაგაკავო ვის გადაეყოფა და რა აი იმის თავის მართლების ერთია რომ დაგაკავონ ალბათ და მეორეა რომ მოსამართლეს მოუყვნენ რომ აი ამან ამ სათამაშოთი ნერვები მომიშალა გამაბრაზა და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას რომ 8 დღით დაგაკავოს სათამაშოს გამო რეალურად სასამართლო სამართლიანობაზე არაფერს არ ვაბო იმიტომ რომ მან საერთოდ სიტყვა სამართლიანობა მე მგონი ესეც დრო არ თემდა მოიხსნას ეს სახელმწიფოს და კარგად გამოიხადოს რა თქმა უნდა ვაპარაკო გადატრიალების მეთოდологია და ადამიანებმა უნდა ვქნათ ეს იმიტომ სასამართლო საერთოდ არანაირი სამართლიანობის არანაირი განცდა აღარ ჭირდება კი რა დარწმუნებული რაღაც საქმეების სამართლოს განცდა მაგრამ ეს ის საქმეებია რომელთან ინტერესი არ გეკვეთება ანუ ვთქვათ ძალაუფლების მქონე ჯგუფებთან არ იკვეთება შენი ინტერესები ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ ვიღაცის მიმართ განაჩენი აღდეს სამართლიანობა იმ შემთხვევაში თუ შენ გასხვავებული აზრი თუ შენ ამ ვთქვათ ქართული ოცნების მოწინააღმდეგე რაღაცა პოზიციაზე თუ შენ აქციაზე გამოდიხარ თუ შენ თავისუფლებას რაღაც შენ კონსტიტუციის ფარგლებში ამას შენ თავისუფლებას მოითხოვ და რა ვიცი იცავს სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ასე შემთხვევაში შენ ვერსად სამართლის ამ სივრცეში ვერსად ვერ მოვებ ქართულ სასამართლოს სივრცეში რომელიც ამ რეფორმის შედეგად მთლიანად გახდა დაკომპლექტებული ის ქართულ სასამართლოს ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები ძალიან კარგად გაწყვეტეს და დაასწრებეს ეს რასაც აკეთებენ არის ძალის დემონსტრირება ანუ ისინი ცდილობენ დაგვანახონ რომ ნახეთ შიში დათესეს ეს შიში სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა განიცადა სამწუხაროზე თქო რა ვიცი აი ძალიან ბევრი რაღაცის გამო თქო ჯარიმისგან და ეკონომიკური წლეხი იყო ძალიან თქო პატარა შვილი ყავს და იმაში მოუწია იზოლატორში ხო რამდენიმე დღის გატარება და ეს იყო ძალიან დიდი ვიღაცებს წლობით მიუსაჯეს და ასე შემდეგ ანუ სხვადასხვა გარემოებათა გამო სხვადასხვა მიმართულებით დათესეს შიში და ამით სცადეს რომ თქვა რაღაცა ეს მუხტი და რაღაცა დააცებული იყო ხო წინააღმდეგობის მაგრამ ეს მე მგონი ამ პროტესტის განცდა იქ მე არ გამოდის ის მაინც არსებობს ის სადღაც არის გროვდება და სადღაც სამში შეიძლება აპროტესტოს შეიძლება მეცინასწავლოს როდი შეიძლება ეს მოხდეს ხო ამაც ამიტომ საბინაო პოლიტიკა იქნება ეს თუ რა ვიცი პარტიების პრობლემა იქნება თუ ქალაქის ჩაბეტონების პრობლემა იქნება თუ ბავშვთა უფლებების და მართლმსაჯულების პრობლემა იქნება თუ რა იქნება რომელიც ახლა დაანონსეს საშინელი რაღაც ისა რა ქვია კანონპროექტი ყველაფერი მოგვარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ ქვეყანას ეკოლება მართლა ესე იგი სახელმწიფო დავრეგნე ხელისუფლება. წინაპირ შემთხვევაში ჩვენ აი ეს პატარ-პატარ რაღაცებს პატარა რაღაცებს დიდი პრობლემები არის სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობა. ეს პრობლემები ადამიანებს სუბიექტივად ეს პრობლემები ეკნებათ დაბალი პენსიის პრობლემა ეკნებათ რა ვიცი აი ხელმისაწვდომობის ხარისხიან ჯანდაცვას ხელმისაწვდომობის პრობლემა ხარისხიან გაცნობისა ხელმისაწვდომობის პრობლემა ბავშვების კვების პრობლემა ეკნებათ ბოლოს და ბოლოს ადამიანებს და ამას ვერ მოაგვარებენ იმიტომ რომ ეს ხელისუფლება შეიცვალა არაფერი არ მოგვარდება სისტემურად ამ სახელმწიფოში ну თუ კიდე სახელმწიფოებს მადლობა ჟურნალისტი ნაზი ბროლარეხვიაშვილი საუბრობდა ჩვენთან
ლაივში, ბათუმელების ლაივში, ისევ შეგახსენებთ, რომ ოჯახი არის აქ აჭარის მთავრობის სახლთან და დედა ბავშვების დედა, მცირეწლოვანი ბავშვების დედა აცხადებს, რომ აქ გაათენებენ დღეს ღამეს, რადგან წასასვლელი არ სადაქვს. აცხადებენ, რომ რამდენიმეჯერ მიმართეს როგორც აჭარის მთავრობას, ასევე მიმართეს ბათუმის მერიას იმ პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, რაც ითვალისწინებს თავშესაფრის გამოყოფას ან იაფის ახლის პროგრამაში მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ რომელიმე პროგრამით ესარგებლად. იაფის ახლის პროგრამა დასრულებულია. უპასუხა მერმა, როგორც ეს ქალბატონი გვეუბნება, ასევე ის შემთხვევით შეხვდა ქუჩაში თამაზაშვილს ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, მიაწოდა მისი ინფორმაცია, მისი გასაჭირი. მიუხედავად ამისა, ეს ოჯახი დღეს დარჩა ღია სივრცეში და ელოდებიან ახლა მთავრობის გადაწყვეტილებას. ვინმეს მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ ხარჯა ელოდებით? დაურეკო თუ არა, არ ვიცი რა ვქნა. ხარით. არ ვიცი, ქალბატონო, ანუ თუ აქ აპირებთ ღამის გათევას, იმისთვის ხართ აქ, რომ მიაწვდინოთ ხმა, ხო, მთავრობას? ხო, დავრეკავ ხოლმე. ვის უნდა დაურეკოთ? რამა ჟინჭარაძეს, იცი. რამა ჟინჭარაძე არის უმაღლესი საბჭოს წევრი. აპირებს ეს ქალბატონი, რომ დაუკავშირდეს რამა ჟინჭარაძეს და მისგან მიიღოს პასუხი. მიიღებს თუ არა რაიმე გადაწყვეტილებას მთავრობა და აკმაყოფილებენ თუ არა ამ ოჯახს თავშესაფრით. საქართველოს კანონით ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს დაცული და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვის უფლებებზე. ისინი არ უნდა დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე და არ უნდა უწევდეთ აჭარის მთავრობის სახლის წინ ქუჩაში ღამის გათევა, გაპროტესტება იმ გადაწყვეტილებების, რის გამოც ისინი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩნენ. აი, როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ რჩებიან პროტესტის მონაწილეები. მე ამით დაგემშვიდობებით. ჩვენ დავრჩებით აქ, რომ გავიგოთ რა პასუხს მიიღებს ეს ოჯახი იგივე რამა ჟინჭარაძისგან, ვისაც ახლა უკავშირდება ეს ქალბატონი და მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მათთან დაკავშირებით. როგორც იცით, ოჯახი მოვიდა აქ საბნით იმისთვის, რომ ბავშვები არ გაიყინონ სიცივეში, რადგან ისინი აცხადებენ, რომ წასასვლელი არ აქვს და აპირებენ, რომ ღამე აქ გაათიონ. მადლობა, რომ გვიყურეთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ინფორმაციას გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტ გაზეთი ჯიზე. მადლობა.